მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავწყვეტე ერთი დღის შესახებ ვისაუბრო, დღევანდელი დღის შესახებ, როგორი ენერგიები იქნება მოსალოდნელი, ვნახავ. არკანებიც იმედია ჩანს. ვიღაცისთვის ფაქტიურად შეიძლება იყოს ეს პირადი გაშლა. დღეს ზოგიერთი თქვენგანი იქნება ძალიან რომანტიულ, მელანქოლიურ ხასიათზე და აქ არის რჩევა მაქსიმალურად ეცადეთ, არ აყვეთ ემოციებს და არ გადადგათ პირველი ნაბიჯი. ეს ეხება ისეთ ადამიანებს, ვისთანაც კონტაქტი ახლა არ გაქვთ. ახლა, გარკვეული დრო შეიძლება რამოდენიმე თვეც, ხო? და იყოთ მოლოდინის რეჟიმში და დღეს თითქოს ბეწვის ხიდზე მოგიწევთ გავლა, ჩემო გოგოებო, ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აქ თქვენი გამოჩენა და თქვენი აქტიურობა ამ ადამიანთან კარგს არაფერს არ მოიტანს. მოდი კიდევ ვნახოთ, მოდი ორ ვარიანტზე იყოს და მეორე ვარიანტს რა სიტუაცია იქნება. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მინდა ვთქვა, რომ შესაძლებელი არის დღეს მოპატიჟება მიიღოთ, დაბადების დღე იყოს ეს, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად გასვლა, ტრანსპორტით მგზავრობა გიწევთ, ცოტა უხერხულობის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ სადაც თქვენ დაგპატიჟებენ, ხო? შეიძლება ერთი არასასიამოვნო ადამიანიცერიოს სარეველო ბალახივით, მაგრამ აქ რჩევა ის არის, რომ არ მიაქციოთ ყურადღება, არ უნდა შეგბოჭოთ იმ პიროვნებამ, ეცადეთ, გამოიყენოთ ჩანსი, ძალიან კარგი დროის ტარება იქნება, არა მარტო დროის ტარება, შესაძლებელია მაგ შეკრებაზე თქვენთვის სასურველი საქმის შესახებაც გაიგოთ. შესაძლებელი არის ამ შეკრებაზე ვიღაცებს დამატებით შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ და ასე რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ, როდესაც მოგივათ მესიჯი ან დაგირეკავენ, დათანხმდით, გინდ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის სახელიც მოისმინოთ. ორ ვარიანტად იქნება მოკლედ, აი ესეთი ზოგს ემოციებთან გამკლება გიჭირთ, ზოგს ახალი სამსახურის შემოთავაზება ძალიან კარგი შესაძლებლობა არის. მაქსიმალურად საერთო ჯამში რომ შევაჯამო ორივე ვარიანტზე, ორივე ვარიანტმა უნდა იცოდეს, რომ თქვენი ცხოვრების მმართველი ხართ თქვენ, ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს უნდა თქვენ გაიაზროთ, რომ თქვენ გარდა ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს თქვენს მაგივრად, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი დღე არის, შესაძლებლობები შეგიძლიათ გამოიყენოთ, დღეს დაწყებულმა საქმეებმა შეიძლება ძალიან კარგი შედეგები მოგიტანოთ სამომავლოდ, აი ფაქტიურად შესაძლებელია თქვენი ოცნებების ახდენისკენ მიდიოდეთ, აი ესეთი ამბები არის. ამინდი მართალია ცოტა სევდიანი არის გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა მიიღეთ ეს გამოწვევები. ჯანმრთელობის მხრივ რო ვთქვა, აქ დღევანდელ დღეს მაინც და მაინც გართულებები არაფერი არ არის საბედნიეროდ, უმრავლესობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა არის. მთავარია, გოგოებო, ყოფილებს თავი დაანებოთ. იმიტომ რომ თუ ადამიანმა მოგატყუათ თქვენი ნდობით ისარგებლა თან არაერთხელ, უნდა იცოდეთ, რომ ეს სამყაროს გადმოსახედიდანაც უკვე დასრულებული ურთიერთობა, უკვე წარსულში ჩარჩენილია, მოდი გაუფრთხილდეთ იმას, რაც ადრე გქონდათ, ანუ აღარ გინდათ გამოჩიჩქუნა, თავი დაანებეთ, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, მიიღეთ ახალი შანსები, ეცადეთ თქვენი ცხოვრების თითოეული წუთით დატკბეთ. აი ასეთი ამბები არის დღეს. მადლობას გიხდით, თუ მოგეწონათ ეს ერთდღიანი, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ. წარმატებები.